მოგესალმებით. შეუდექით უკვე სამი და კოს რუტინულ საქმიანობას. პირველივე ყავს აზიის რაღაც ერთი მაინტერესებს და მე უკვე გვაქვს რა შეიძლება ცოტა მეტიც დავჩეთ. მე ვაწარმოებ ესეთ ექსპერიმენტს, რომ უვარდები ვიღაცებს, აი ზაზადო ბურჯგინიძეა ერთი და ვიღაცები უვარდები და ჯერ მაგინებენ, მაგრამ რაღაცნაირად ავიტანე ეს გინება და მე ვეკითხები, რომ აი კაი, დაუშვათ მორალისტის პოზიციიდან კი არ ვეუბნები. არა, ვიღაცები, მაიმუნები, ხო, იქიდან. მესევიან კომენტარებში. და ვეუბნები, რომ აი არა ვარ მართალი, ირანი ვარ, რუსი ოლიგარქი ვარ და ასე შემდეგ. და გადამაგდეთ, ვინ მოდის? და ამ დროს 12 წლის ბავშვების ბოდვა მესმის, რომ არც ერთი პარტია არ გვინდა, ეხა გადაგაგდებთ და მოვლენ პარტიები, რომლებიც დააბალანსებენ ერთმანეთს. ბავშვების მართლობა რო იყოს, რა პრობლემაა მაგალითად? მე ზიმელოვნი არ გაქვს ნანახი? ხო და აი მიჭებო მართლა შეიძლება ირონიით დავაკომენტოთ, ირონია არ გვაკლია, მაგრამ მე სერიოზულად რო ვილაპარაკოთ, ხო? შევეჩეხერას რომ აი ამდენი კომენტარი ერთ 20-მა კაცმა, ბავშვმა, ახალგაზრდამ დამიკომენტა. და ვერ ვიგებ რა უნდათ. ანუ მართლა პირველად შევეჩეხე ჩემს ცხოვრებაში, რომ ადამიანი, რომელსაც დუჟი არ გადმოდის პირიდან, დებილი არ არის, ავადმყოფი არ არის, რაღაცას წერს და ვერ ვიგებ. ანუ რას წერს, იცი რომ ოღონდ თქვენ გადაგაგდოთ და მე უკვე ყველაფერი თავისით მოხდება. აქვაზე ნუ დარჩენილ. ხო, ლიდერი არ გჭირდება, პოლიტიკური პროცესი არ გჭირდება, რევოლუციას აწყობენ და პოლიტიკური პროცესი არ უნდათ. იქნება რამენერად ამის და თქვენ უფრო ახალგაზრდები ხართ და გესმით მათი? ნუ დაახლოებით მესმის. ესე იგი, აი მაგალითად რა მე რაც უეჭველი ვიცი, რატომ მისცეს ხმა მაგალითად სხვა პარტიებს, იმიტომ რომ ბაჩო ხო ეგრე იყო. რომ რაღაცა კოალიციური მართლობის ეგიდით და ეს კოალიციური მართლობა რად წარმოუდგენიათ ვისმა ხა ნაცები 5 პარტიად დაიყოფიან თუ 10 პარტიად რა მნიშვნელობა არ გვინდა არც პარტიებიო არ მოგწონს არც ეს პარტიები მაშინ ტექნიკური მთავრობის ვარიანტი არა მაგასაც არ მეუბნებიან მაშინ არა ნუ აი ბიჭო მაშინ ქართული პონტი რამე იქნება ხო მე ცუდია ქართულია რა იქნება საღამოს დარეკე რამე იქნება რატო არა ხარ პოლიტიკურ პროცესში თქო ვეუბნები პარტიები რატო არ გინდა შენ რევოლუცია ხო პოლიტიკური პროცესია სადმე გინახი ერთ სოფლიოში რევოლუცია პოლიტიკოსებმა რომ არ გააკეთეს ისეთი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ულტრა პრიმიტიული აღქმა არის ეგ რომ რა არის ამ სისტემას გამოვცვლით და ავაშენებთ ახალს სადაც ნაცები არიან მაგრამ ისე გავაკეთებთ ნაცებს რომ ვერაფერს ვერ დაგვიშავებთ მე გეტყვი ამერიკა ხო და ეგა პრიმიტიული აღქმა თქო ამერიკა ვიზეთ სიტყვის რო კაიაო всё რომელი ამერიკა ტრამპი ამერიკა всё მორჩა ჯო ვილსონის tweet-ი ჯო ვილსონი всё ამერიკა ტრამპა თქვა რომ რუსეთის მესმისო პუტინის მესმისო ტრამპი არა ტრამპმა თქვა რომ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება ილონ მასკმა ჯასტინ ტრუდოს გოგონიო და ამერიკა აბა მოდი ეგ უკვე რთულია გოგონი არის როგორი პონტი იცი საქართველოში რომ არ ვიცი პიდარასტო რო დაუძახო რა შეიძლება უკვე ლაპარაკი დაჟე კიდე უფრო ამერიკაში ახლა ამერიკაში girl ტრუდოს რო ეუნები რომელიც просто პოლიტიკური კორექტნესის ლოგოა იმენა პანდას ნასკები დაახტია თავზე მინდა უთხრა არ მესმის ამათ რა უნდათ ვის აი ამ ბავშვებს ანუ ახალგაზრდა თეატრალები დებილები არიან გასაგებია რატომღაც ეს ფსიქიკური დევიაცია რომ თეატრში რახან მოღვაწეობთ 100,000 ადამიანი გამოვა მოიცა შენ რა საუბრო დოი არ არის მსხვილკალებრიანი რეჟისორი დოი ბაჩორს დოი მართლა მაგარი რამე აი დოი მენა სერიოზული როჟა დოი ბიჭო დოი მაგრამ ეგე ჩვენი ბრალია ძმა აი კი ჩვენი ბრალია დოი რო აი იმ შეშლობის იმას მიაღწია რომ თქვა რომ მე ვარ მაგარი რეჟისორი და ამაში რო არავინ არ შეეცდა რა იცი რომ არ არის მაგარი რეჟისორი სპექტაკლები იქნება მაგარია უყურე ხელმისაწვდომი რაც არის აი რა ქსელში შენ სულელი ხარ ხო წახვიდე და სცენის წვერი შეიგდო ფილმი თუ რა არა კაცო ტელესპექტაკლი ხო ტელესპექტაკლი არ გაუკეთებია რა ჰაილაიტი TikTok ჰაილაიტები არა ეგ არა კაი მოდი ახლა გადავიდეთ რეალურად არა ემწავშავა მეორე საკითხი ერთი წამი ვაიცადე აურა დაგაზულია გადიხარო ანუ მაგითი ვერ შეიქმნი წარმოდგენას მის რეჟისორულ ნიჭზე დოიზე კაი ამდენი ხმობის იქით ზია ამაღლობელი რომელიც დაარტყა სანამ მაგაზე გადავა ვიცი ხო არ ერთი წუთი დავაცადოთ ერთმანეთს ლაპარაკი
ხო არ ვილაპარაკოთ გეოპოლიტიკის რაღაცა ისეთ ასპექტებზე, ერთი-ორი კომენტარი ხო არ გავაკეთოთ, აუხსნათ მაგალითად რა მოხდება თებერვლიდან, რა პროცესები იწყება. ეხლა ტრამპმა ნახე აი ეგ მინდა გკითხოთ. კანადის და გრენლანდიის საკითხი თქვენთვის რას ნიშნავს? ჩვენთვის ნიშნავს, რომ დამთავრდა გლობალისტების დრო, ძველი იმპერიალიზმის დრო დამთავრდა, ტრამპი ამბობს პირდაპირ რუსო შენი არის ყოფილი SNG-ს ქვეყნები. ევროპა ფეხებზე მკიდია, იმიტომ რომ კაცმა თქვა ოკეანეა ჩემსა და ევროპას შორის. მაიტად მაყუთები სად არის ფული? და აბასთან ერთად გრენლანდია რა იყო თქო, ეგეთი ექსპანსიური პოლიტიკა. არა, გავიგე, მაგრამ მეგეუნები ექსპანსიონალიზმი, ჩვეულებრივი, ხო? ხმარ ფეხებზე მკიდია ყველა საზღვრები და ყველა რა თქმა უნდა. ჩემიაო. და კანადაზეც ეგრე ლაპარაკობ. კანადაზე ძალას არ გამოიყენებ. ეკონომიკურ ძალას გამოიყენებ. გავიგე, ძალას არ გამოიყენებ. ამერიკა? აბარაო. ამერიკას დავარქმევ. და შეხედე კიდე გრენლანდიის საკითხი ჩვეულებრივი, რავი, ოკუპაცია რა ხა, ნუ არა, ოკუპაცია რა მაყუც დავაზროს. არა, რა კონკრეტულში არა, ეს იმან თქვა რომ პუტინმა ყირიმშიო ჩატარა. არა, ოკუპაცია, პუტინმა ხო ჩატარა ყირიმში. ჩვენ ხო გვაქვს პუტინმა ჩატარა ყირიმში რაღაც რეფერენდუმი და მიერთა 60,000 კაცი ცხოვრობს და რას ამბობ გრენლანდიელები დიდი სიხარულით წავდნენ. მაგიტომ ვიკითხე თქო რა, რომ ჩვეულებრივი ექსპანსიური პოლიტიკის ნაწილია. ამას დამატებული ნატოს როგორც ალიანსის რიტორიკა, ტრამპმა რაც გააკეთა, ნატოში თუ ამერიკა აღარ იარსებებს და წინა ადმინისტრაციის პერიოდში მას ჰქონდა ეს საუბრები. ხო, თანაბრად უნდა გაიღონ კონტრიბუცია, ხო, ქვეყნებმა, განსაკუთრებით საფრანგეთმა და გერმანიამ 5%. კლიანში და პროდუქტის. 5 და მე გერმანია ჯანდაცვის ფულს საიდან მე ფულს ვისცემს ჯანდაცვას თუ არა და დავექსიტები ნატოდანო ეგ ნიშნავს რომ ნატო და იმას ზავს რა ქვია დაინგრა აბა კაცი ამბობს ოკეანეა ჩვენ შორისო ფეხებზე მაგრამ რატო ესტონეთს არ ჩა ნატოში არა ესტონეთს სერიოზულად ჩვენ რა არმია ყავს იცი ესტონეთს 26 კალი მარა ზატო როგორი 26 ნინძები ხო დაგმო ეხლა ესტონეთმა დაგმო ეხლა მე მგონი დაგმო ეხლა ესტონეთმა აი მე რაც შეეხება ილონ მასკს რომელიც გასულია უკვე რომელიც ნუ ძალიან შემოჭრილია პოლიტიკაში და ძალიან მაგრადაც და თან რაც არ უნდა უცნაური იყოს აი მაგალითად არგენტინის პრეზიდენტი რო არის მილეი ხო იცი მეზოხერხით რო დავის ილონ მასკის ტიპია ილონ მასკი ვისაც ნუ ხელს აადებს არა ვინც აინტერესებს იმას ეხმარება თავისი ალგორითმებით თავისი შესაძლებლობებით თავისი ფინანსური კაპიტალით და ყველა ტექნოლოგიური კაპიტალით გერმანიაზე თქვა ეს უნდა შევახსენოთ ყველას AfD-ზე. AfD არის პარტია, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირიდან უნდა გამოვიდეს გერმანია. საფრანგეთშიც ეს Brexit-ი ხდება ძალიან მოძრაობა, როგორც Brexit-ი. ხორვატიაში ვინ გაიმარჯვა? პრორუსმაო. პრეზიდენტმა, პრორუსმა პრეზიდენტმა. იტალიაში, იტალიის არა, ეგ ხალი პრემიერ-მინისტრი დიდი ხანი არის, ხო? აგინა ჩამოვიდა ამერიკიდან, აგინა სოროს. ხო, ანუ ეხლანდელი ევროპა, ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ არის ევროსკეპტიკოსების ხელში, ნელა გადადის ევროსკეპტიკოსების ხელში. ერთადერთი დასაყრდენი არის მაკრონი, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია თავის ხალხში. არ აქვს ლეგიტიმაცია პარლამენტიდან. ვერ აკომპლექტებს ვერაფერს და კიდე ჩვენი ფაქტორიც რო გავიაზროთ რა არის ეს ახალი აბრეშუმის გზის პროექტი რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ანუ ჩვენი არის სრულიად ახალი გზა არის სამყაროსკენ არის მეორე პროექტი ჩვენ ესე არ გვეხება მაგრამ ახალი გზა პეტერბურგიდან მუმბაიმდე რომელიც გულისხმობს ბალტიის ზღვაში არ შესვლას და სანქცირებული ქვეყნების ირანის გავლით ჩასვლას, ესე იგი მუმბაიმდე, რომელიც ორჯერ ამცირებს ზუსტად დროს, რომელიც არის უფრო ხარშეფექტური, რომელიც არის უფრო ბევრად რენტაბელური. ეს ნიშნავს, რომ ეს სანქცირებული ქვეყნები იწყებენ დედოლარიზაციის პოლიტიკას და ხსნიან თავიანთ გზებს. და ვიცით რომ ჩინეთს აქვს SWIFT-ის ალტერნატიული ვერსიაც, ხო? ბავშვებს როგორ გავაგებინოთ აი ლიბერდები? ბიჭო, არ უნდა მაგდონეზე გაიგებენ.
როგორ არა დრომოვა და ხელს ჩამოართმევს პუტინს აი ეგრე სურათებით გაიგებენ ვიდეოთი მოკლე ვიდეოთი სურათებით კი ბატონო მოდი გავუშვათ ის რო ურტყავს ის ქალი არ გვინდა რომ გავუშვათ მაგრამ აი ის მზია ამაღლობელი რო არის გურუ მედია გურუ დღეს ხოთშორის დაგვსაჯა ქარტია ხო ვერ ვიცი რაზე არ რა მნიშვნელობა ის გამოდაუსაჯა მე არ ვიცი რა ქარტია როგორ არ უნდა დაგვსაჯოს ყოველ დღე არგუმენტი რა იყო რამე კონკრეტიკა რა იყო აი მეგობრებო აი დაარტყა პოლიციის უფროს ხელი დაარტყა რა თქმა უნდა დიდი ტკივილი არ მიაყენა მაგრამ ეს ძალადობრივი აქტი შედგა არ უნდა ანუ რა გინდა თქვა თუ არ უნდა დაეჭირათ ანუ ვერ ხვდები აი ლოგიკას ვერ ხვდები რომ რახან ეს მზია ყოფილა NGO მედის სინდისი მე არ ვიცი ვინ არის არც მაინტერესებს რა თქმა უნდა მაგრამ NGO მედის სინდისი ხო რომ დაარტყა უნდა ვაპატიოთ ანუ რაღაც ინდულგენციები არის გამოწერილი ვიღაცეებზე ლოგიკა არის აი ეგეც იგივეა ჟურნალისტი ლიაკა ხოშტარია ვაშაძე არ ჟურნალისტი ოღონდ ოპო არხის ასაკურველია ჩვენ ჟურნალისტი მოსულადაც გინებაც და ხელი შეხედა ეს ხო ველური ფსიქოლოგიაა რომ ცუდი კარგი ის არის რომ მეზობელ ტომს დავესხმებით და მოვკლავთ და ცუდი რა არის ვოროტება რა არის ჩვენ რო დაგვესხმებიან დაახლოებით აი ესეთი ამასაც ვერ ხსნი აი ეს კამათი მათთან ამაზე რომ მიდის რომ ყველა კადრებში ნახა რომ ამ ქალმა აღელვებულმა დაარტყა ხელი დაარტყა რა იყო თაჩი ხო თაჩი ხო ჯვაზი არ აქვს მაგ კამათს და იმით ანუ არ უნდა დაგვეჭირა მათი პერსპექტივიდან რა თქმა უნდა არა აბა რატო ვერ გავიგე რაღაცა მაგარი დაბნეული ვარ იცი როგორ ვწუხარ მედიას შესაძლოა საქართველოს უკანასკნელ დემოკრატიულ სხივს ემსახურება და მაგიტო არ შეიძლება მოდი აი დათა ჩაჩუა ვინ არის აზიური ოსკარის მფლობელი ჩემი ძმა და მეგობარი გავუშვა დათა ჩაჩუა ის რო არის დილით რო გავიყო ჯიგარი აზიური ოსკარი რა არის აზიური ოსკარი რო არ არსებობს აზიური ოსკარი ჩემი დედა შენ გინდა აზიაში ძმაო რა აზიური ოსკარი ავსტრალიაში არის ფესტივალი რომელსაც ეძახიან აზიური ავსტრალიური ოსკარი აიღო ძმობას ავსტრალიური ოსკარი აზიური რატომღაც ავსტრალიაში არა ავსტრალიაში აიღო ავსტრალია არ არის აზია ცალკე კონტინენტია არა ავსტრალიას ეძახიან აზიურ ოსკარს კარგი არ ვიცი ავსტრალიაში იყო ჩასული და იქ აიღო ჩასული იყო თუ არა არა მეგონი DHL გამოუგზავნა გაუშვი პირდაპირ ვუპირისპირდებით ტირანიას და გეშინოდეთ ჩვენი ტირანებო, იმიტომ რომ ჩვენ იმაზე დიდი ძალა ვართ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩამოვამხობთ ადრეთ უკვე ამ ტირანიას აუცილებლად ხელოვანი ადამიანები. ყოველთვის მაგას ვაკეთებთ საუკუნეების მანძილზე და იგივეს ვაგრძელებთ. საუკუნეების მანძილზე აკეთებდა ეს პიკაჩუ? ამას ხელოვანი ადამიანების ჩამონგრეული რაიმე გახსენდება. საფრანგეთის რევოლუცია. რობესპიერი იყო მაგარი ხელოვანი. მაგარი. ასე მახსენდება რობესპიერი, სენ-ჟუსტი, პინოჩეტი. დაპოლებული როგორი ახალი პინოჩეტი. რევოლუციონერები იყვნენ ყველანი ხელოვანები. ფიდელ კასტრო. ლენინი არ იყო ხელოვანი კაცო. ლენინი მართლა ხელოვანი იყო ისე. ხო და პიკაჩუ. არა, ლენინი იმენა ხელოვანი იყო. ეს თუ ხელოვანია. რაღაცა სტილი შეგრძნება ხო უნდა კონდეს და პიკაჩუ უკეთია კუძე. კურდღელი უკეთია. კურდღელი უკეთია. პიკაჩუ არის კურდღელი. პიკაჩუ ჩვენი ძმა არის. კი ბატონო, კურდღელი უკეთია კუძე და კურდღელი. შენ ამბერს ბაკაცი გაიჩნია მოსოფლო. კურდღელი გვეუბნება რომ ჩამოგამხობო და კეპკა მაინც მამ გელი დაიხატოს იმ კეპკაზე. იმაში რო ხო ჯენტმენი ოდაჩიში ბავშვი რო გამოზიგარი ოკეი. საყვარლად რო ალბათ. აი, აბა ერეკლე ჯურმუხტაშვილი ეს არის ლივინგსტონ ეგეთი სააგენტოა. გენერალური დირექტორი. არ გვინდა რა თქმა უნდა. არ გვინდა. კაპიცოზე საყო. პატაციკოლია კაიკაცია? ბიჭო, პატაციკოლია კაიკაცი როგორ უნდა იყოს? პატაციკოლია მესაათი. ეს კიდე სხვა არის კაცო? ეს სხვა არის, პატაციკოლი არის, გაუშვება. უნდა იცოდე. მიუმართავს სხვა დამსაქმებლებსაც ზუსტად იგივე გააკეთეთ თქვენ 3 საათით ქვეყანა არ დაიქცევა მაგრამ 3 საათით ქვეყანა გაძლიერდება იმდენად გაძლიერდება რომ აღარ გაგვიბედონ ესე სათითაოდ ადამიანების უსამართლოდ დაჭერა მართლა ყველაზე აქტიური ადამიანი დაუშვათ რაღაცა ზაბეგალოკა დაშნილოკა ან რომელიღაცა მეწამლე რო არის ეს იმის აფთიაქი 3 საათი რო გაჩერდება ვეღარ დაიჭერენ თუ დანაშაულს ჩაიდნენ პოლიცია გაჩერდება
აი ეს სანდრო ცხადაძე არ ვიცი ამ დაპირებას რატო იძლევა ვერ მოусმინე იმიდან სანდრო ცხადაძე არის ვინ არის ცხადაძე ეხა მოგიყვანო ონისე ცხადაძე რო არის ონისე ცხადაძე რომელიც შევიდა ასტას ვერ გააგდებინებ ონისე არა ონისე ცხადაძე ძალიან საინტერესო იუმორისტი ბაჩო სკოლაში რო შევიდა ბავშვები რო გამოყავდა ან გემოვნებიან მე 4 კლასელი ბავშვები გაყავდა რევოლუციის გასაკეთებლად მე მთელმა ხალხმა რო აგინა ტიპმა ციხეში არის სასამართლო პროცესი რო თქვა რომ დედას გებწები მამას გებწები არაფერს აღარ ვიზაო და ამაზე ეთყობა თავისმა ძმამ არ ვიცი ვიღაცებმა უთხრეს რომ შეუცოდა ხერხემალს ხელი ჩააყოლეო და იქიდან შემდეგ სასამართლო პროცესზე გაიჩნდა როგორ პიჩკავის როლი მე რო ბიჭო ის ხო არ გონი ვართო ხო და გაუშვათ მაგის ძმა არის გაუშვით როგორც ადრე უთხარი ჩვენ ყველა აქ თავის ქალაქში ვცხოვრობთ რა მნიშვნელობა აქვს სად იქნები თუ აქ ხარ თავისუფალი ვერავინ მაგ თავისუფლებას ვერ წაგართმევს და კიდე მინდა უთხრა ერთ ყველაზე მაღალ რეიტინგული ფილმი რაც გადაუღია კაცობრიობას არის გაქცევა შოუშენკი და რომელიც ციხეზეა ანუ მაგაზე მაღალი რეიტინგი არაფერს არ აქვს ის რეიტინგით ბაზრობს შედევრია ნამდვილად და ონისე რომელი პერსონაჟია მაგ ეგრან ციხეზდან გაქცევა ის არა მარტო პირდაპირ მნიშვნელობით გადატანით მნიშვნელობით რა მაგარია ზუსტად ისე უსამართლო ძის ის ადამიანი ციხეში და ზუსტად ისე კი ბატონო ხო და ბიბლიოთეკას მოაწყობს იმ ციხე მე მაინტერესებს ონისე ბიბლიოთეკას აწყობს გაქცევა შაუშენკიდან რედი ხა რომელი პერსონაჟი არის არა ენდი დიუფრეინი ენდი დიუფრეინი არის ონისე არა რედია თუ ის არის მე მგონი ენდი დიუფრეინი არის რომელ მომენტში იცი კანალიზაციის მილში როცა აღმოჩნდება აი მარტო მაგმოდა მან მისია და ის კანალიზაციის მილია კაიგე მე მგონი ისა ენდი დიუფრეინი ყვავი რო არის რო გამოეკიდემე პროსტა ეგეც ვერაა ყვავი არის მან ციხეში აღწერილი იგას ენდი დიუფრეინს მოსდევენ ოღონდ ისეთი არა ეგენი ხათმები არ არიან ნუ ახლა მოსდევენ გასაუბრებლად ხო არა იქ სვან არის ხათმის აღმა ხო გაი ესენი არ არის გავიგე მოდი აი ეს მიშა ჩარკვიანი იცით ვინ არის მიშა ჩარკვიანი რეჟისორია და რა რეჟისორი მიშა ჩარკვიანი ჩვენი მიშა გაუშვება ჩვენ ვაგზელებთ წინააღმდეგობას, ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, პროტესტში ჩართულ, მშვიდობიან პროტესტში ჩართულ ადამიანებს თავარი იარაღი ჩვენთვის არის გაფიცვა და დაუმორჩილებლობა. ქართული თეატრი უკვე თვეზე მეტია ამ წინააღმდეგობაში დგას, ჩვენ გაფიცულები ვართ და ჩვენ არ ბოდიში ხახო კიდე ერთხელ მე ასე ჯერს ხავ. ვის უნდა გადაუღუნოთ თეატრი თუ გაჩერებულია ბოდიში მე ველოდე მე ძალიან არ ვერ ხვდები მე ძალიან ზრწოლით ველოდები რაღაცა თავის ყველაზე ნიჭიერი წარმოდგენებიც კი რო გაჩერებულია ვინმეს რამეს ჩვენ არ ვიცით რაზეა წამსვლელი დოი ანუ 21 იანვარს 21 იანვარს დოი რაზე წავა ჩვენ არ ვიცით ამიტომ ცოტა კრძალვით უნდა დაველოდოთ დოის ინსტალაცია მაშინ ძმაო ნინო კაჭამაძე გაუშვათ აუ ეს არის სერიოზულად ბოროტების და სიკეთის ბრძოლა და ეს არ არის ადვილი ბრძოლა. ჭირდება მას მხარდაჭერა, ჭირდება გარეთ გამოსვლა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ეხლა მაგ ქუჩაში მოდიედი ცვლილობა იყო და დავინახე რომ ერთმა ადამიანმა მხარი დაგვიჭირა სიგნალებით და მეორემ ხელი კრა. ასეთი ორმაგი ამბავი რომ თან გინდოდეს მიიღო სახელმწიფოსგან ყველა ევროპული სიკეთე ამერიკული ცხოვრება გინდოდეს მაგრამ ამერიკული ცხოვრება ბრძოლაში არ გინდოდეს. ამერიკული ცხოვრება გინდოდეს რას ამერიკული ცხოვრება მე არ მინდა. ეს ამერიკული აი ლოს-ანჯელესის ცხოვრება არ მინდა. ამერიკული ცხოვრება. მე გეტყვი სახლი ორსართულიანი. ეს მაგარია. ჩამოკიდებული ბორბალი, საკანელის ნაცვლად, მანქანა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი აწლეული ამერიკული ოცნება. ხო და ჩიერლიდერებთან ჩალიჩო. რაც აღარ არსებობს ანუ. მე რა მინდა იცი გითხრათ რომ აი ახლა ესენი რომ გამოდიან. ისე მაგრამ მართლა მაინტერესებს. აი თუნდაც ახლა დროც გვაქვს ყველაფერი, უბრალოდ რო ვიკითხოთ. ნინო კაცობრიობა ამერიკაში ნავყოფია. რო რამე. ბიჭო მე არ ვარ ნავყოფი, მაგრამ მე არ ვარ ნავყოფი, მაგრამ ქალაქები ვიცი სად რა ხდება დაახლოებით. აი რომელიმე ამერიკულ ქალაქში იცხოვრებდით? ნუ ისე რა. კი, როგორ ეხლა რო ვიყავ ჩასული. ეხლა არ ვიცი რა ხდება სიეტლში, კარგია. მეინში ვიცხოვრობ. სიეტლი კარგია. მართალი ლიბერალურია, მაგრამ ბიჭო სიეტლი გააჩნია. დამყოფი ვარ რა. სიეტლი ახლა ყველა მილიარდერი მაცხოვრ ტექნოლოგიური ქალაქია, ჯეფ ბეზოსი. ისინი აკვე ბილ გეიტსი, გვერვანა ძმაო.
ერთს იმაზე რა ქვია არხზე ჩაივლის ჩალაგებულია მსოფლიოს 1%. აი ეს 1% რაც არის. ეკადემიკული და არც გაიგო. როგორ არ ვიცი. გავუშვით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. იმიტომ კი არა რომ ჩვენ ასე მოგვწონს, ან ჩვენ ასე გვინდა, ან ამის კეთება გვიხარია. უბრალოდ იმიტომ რომ აღარ ისუნთქება ამ ქვეყანაში, უბრალოდ იმიტომ რომ შეუძლებელი არის ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ არსებობს მოქალაქისთვის არც პოლიცია და არც სასამართლო. ეს არის ყველაზე ბოლო რამ ვიხოდი არ დაუტოვეთ. ეკადემიაცაშუს ჩვენ არ დაუტოვეთ. ორი ამას უნდა რომ სახში იყოს, მაგრამ ძალით მოვაწევთ. просто ვიხოდი არა აქ რა. კარგი, დოიაშვილი ხო გაინტერესებდათ? შემიძმა და გავუშვით დოიაშვილი. ის რაც ხდება ამაზე არც მინდა ეს საოცარი ჯოჯოხეთია უბრალოდ და მგონია რომ ესეც ალბათ ჩვენი სახადია და უნდა გავიაროთ მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ასევე ქართველი ერი ეძებს გმირს ბაზალეთის ტბის ძირას და ეგ გმირი დაიბადება სწორედ აი ამ საშინელებაში ეს გმირი ძალიან მალე გამოჩნდება ალბათ იმედი მაქვს ან ქართული ხალხი შეიძლება იყოს ეს გმირი და არ იყოს ერთი და იყოს კრებითი სახე ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერს ისინი პასუხს გასცემენ ეს რა ჩემი აზრი და თუ ქართველი ხალხი რამდენი ხანი რა ვერ დაიბადა. ანუ გმირი არის ტისიჩილიკი გიროი იმის ფილმ გმირის და თეატრის რეჟისორის დაბადებას ველოდებით ერთად რა. ხო, მაგრამ ანუ ერთი ვინმე კი არ იქნება. არა, ან ერთი იქნებაო და მანდ რომ მიხარ რომ ერთი არავინ არ იქნებაო შანსი არ არის. მე რე კოლექტიურად ვიღაცას შევტენოთო რა და მაგრამ მაშინ კოლექტიური იქნებაო ვინმე. არ იყო დამაჯერებელი. იმ ულტიმატუმის შემდეგ გაცილებით კაცად უნდა ჩვენთვის მოემართა, რომ ეს შიში შენარჩუნებული. ეხლა რაღაცნაირად გამოვისუნთქე რა. თურმე თვითონ კი არაფერს არ აპირებს, გმირს ელოდება. აჰა. აი არ არის საშიში. მომენტ არა, კაპიტანი ამერიკა რო ჩამოვიდეს. ან რკინის კაცი, ან ჰალკი, დოქტორი ან ჰოკაი. აგერ ვაცოჩი ეგეთ გმირს ელოდება, მე მგონი. კინო და ეგრევე მოვიდეს. სალომე სამადაშვილი გაუშვათ, აბა. ამ არჩევანის შედეგებით მოუწევთ მათ ცხოვრება. დიახ, უნდა აირჩიო ან უპირისპირდები ოკუპანტს, ან ირჩევ საკუთარი ხალხის შეფურთხებას სახეში, ან არ ვიცი, საჭმელში. ეს არის რეალობა და მათ თავს არჩევანი გაჩერდით. მათ ესე იგი, მე ერთ რამეს ვიტყვი. ძალიან სჭირდებათ უმრავლესობის გამოყვანა აქციაზე. ჩვენ გვაქვს პროპაგანდის მარტივი ხაზი. ოღონდ არც პროპაგანდაა, სიმართლეს ვეუბნებით, რომ ესენი არიან არა ქართველები, უსამშობლოები, უღმერთოები, არა ადამიანები, იმიტომ რომ საწმლოსი ჩაფურთხება, პატრიარქის გინება და ასე შემდეგ, აი ამას ამ ეს ეშმაკები და ვერც გვატყუებენ ხა თეადარჩია შტერიქალი რომ რა ქართულს იცეკვეს, მაგის მოგვატყუებენ რომ ქართველები გავხდით, თო ეხლა მაგათ არავინ არ ტყუდება, ხო? მაინც აგძელებენ, აი მაინც აპრავებენ ჩაფურთხებას, მაინც სიცაძაგლეს ქართველი ერის გენეტიკურ კოდში რაც არის უმრავლესობის იმის წინააღმდეგ საუბარს და რანაირად უნდა გამოვიდეს ხალხი მაგრამ ეს ცოტა რთული დილემა დავსვი ხო კი იმიტომ რომ გენეტიკურ კოდთან დაპირისპირება უკვე საწყისში არის საქართველოში არსებული ოპოზიციის ყველანაირი ქმედების შესაბამისად ჩვენ ამდენი წელი ამათ რო უყურებთ პირველ რიგში მაგას უყურებთ რომ ქვეყნის წინააღმდეგ სვლას ხალხის წინააღმდეგ სვლას თავის კულტურის წინააღმდეგ სვლას ეს გადაითარგმნება ყველა მათ ნაბიჯში განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს შიდას რო თავი დაანებო საერთაშორისო ასპარეზზე როდესაც ამათ ტრობის მეტი საკუთარი ქვეყანასთან არაფერი არ გაუკეთებიათ იმაზე ასოცირების შეთანხმებიდან დაწყებული სტატუსის მოცემა იქნებოდა თუ ეხლა იქნება რომ დარბიან და ითხოვენ რომ ქვეყანა დასანქცირდეს და ამასთან დაკავშირებით როგორ დააკომენტირებდით უბადრუკი ოპოზიციის უბადრუკი ნაწილის ჩივილს მოგრძალებულ ჩივილს რომ პიარში გვაჯობესო და ომის საფრთხე არ განუმარტეთ მოქალაქეებს როგორ დააკომენტირებთ ბიჭო არ ვიცი თვითონ იყვნენ ომის პარტია ვიცი ხო რა თქმა უნდა მაგრამ ვერ აწევდნენ მაგ თემას გამორიცხული იყო და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი იყო რომ გვერდი აეარათ ხო და რუსები ეძახათ ხო ომის ნარატივი რომელიც არ არის ჩვენ მგონილი რომელიც არის გარედან შემოსული ნარატივი რომელზეც მოგვიწია პასუხის გაცემა მაშინ ეთქვი რატომ უნდა გაუგზავნო ჯავშან ტექნიკა ესენი აძლიერებდნენ მაგას იმიტომ რომ ყველა ომის დაწყების დღიდან თავარი მოწოდება ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს იქ იყო რომ
აი ეხლა არის ის დრო, როდესაც საქართველოს შეუძლია რომ გააძლიეროს თავისი თავდაცვის უნარიანობა რუსეთის წინააღმდეგ, ანუ ყველაფერი მოიცავდა თავის თავში იმას, რომ ჩვენ როგორღაც პირდაპირ თუ ირიბად, სირედით თუ დიდით უნდა ჩართულიყავით ომში. და ამას არ ქონდა მნიშვნელობა როგორი ფორმით მოხდებოდა. ხო, რა თქმა უნდა. ხო, და უყურე ხა შენ ერთი ხელით ამბობდე და აკეთებდე იმას, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ ამ ომის დამხმარე ქვეყანა გავხდეთ და შესაბამისად შემწილადებელი ომში. და თან გამოხვიდა მე და დოიალაპარაკო, რომ არა ჩვენ ომი არ გვინდა, სიგიჟე არის აბსოლუტურად. მაგალითად, როცა აგზავნიდნენ ეს იდიოტები, ეს მოღალატეები აგზავნიდნენ ჩარტერს უკრაინის ომის პირველ დღეებში. თითქმის ყველა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა, რომ გამოსულიყო და დაეგმო ხელისუფლების ერთადერთი გონივრული საქციელი. ეს ჩანაწერები არსებობს. რატომ არ გამოვიდნენ? ეხა ხო დაფიქრდნენ. გამოვიდნენ და დეზავუირება მოახდინონ. თქვან რომ მივქარეთო, გამოვიდეს ეს მომჯარია და თქვას რომ ეს ცეცხლის მომები რო თქვი არასწორიაო. რაღაცა თუ აწუხებთ, გადადგა ნაბიჯები აქეთ. მე სერიოზულ კოგნიტიურ დისონანსში ვარ. მე უყურებ აი ამ სიგიჟეს გეგმა რა არის ვერ ხვდები. ეს ხალხი წინ დაუკაროდადის ტატუიროშიკები ისინი რა ქვია მეექსელები ის ბაიერო ართლა ეგრე იყო ტატუიროშიკების ისა ტატუაჟებიან არ იყო ტატუიროშიკები ტატუ მასტერების მარში იყო ძმაო დედა მოძებდნენ ტატუ მასტერების მარში აი ტიშნიკები მახსოვს ის მართლა მე ხო ვარ კავენშიკი და იუმორისტი კაცი მე ვერ მე ხო შემიძლია მომცე ამას აბა ყველა დებილური პროფესიები თქვი და ვერ მოვიფიქრე ტატუ მასტერების მე შეშტოილების ყოფილი მე-6 სკოლები ვაკევერელების სადაც პარიზელებიც იყვნენ ტატუიროშიკების ფრანგები ვაკე ხო ქართული პარიზი შესაბამისად კიდე ერთხელ მე ვაკე ხო вообще ინსპირირებული ვერ გავიგე ანუ რა პროცესია ამათ უნდა ვადამდელი არჩევნები ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი იმისთვის რომ ხალხის უმრავლესობა მათ აყვეს ამ ხალხმა ჩოტკად უნდა იცოდეს რომ კარგი ოცნება არ გვინდა დაუშვათ მაგრამ რო იქნება არჩევნები ოცნებას რო გავაგდებთ მეტი არა ჩემი მტერი ვინ მოვა და მე როგორ ვიცხოვრებ ამას ეს ბავშვები იძახიან რომ ეგ ფეხებზე კიდია იმათ მოვერევით იმათ მოვერევით და გავაკონტროლებთ ჩვენ ვიქნებით მაგარი ვოჩდოგები იმისთვის რომ კარგი ვის მოერევს სუფლება ვერაფერი ვერ გაბედოს ანუ ეგ მაგ პრიმიტივიზმზე არის ხო საუბარი მაგ იდიოტიზმზე და პრიმიტივიზმზე როგორ მოერევი შეხო რომ გადააგდე მე პოლიტიკაში მოხდა მე დოი გამოვა ისე დოი მოვა პოლიტიკაში არა დოი კი არ მოვა დოი მაკონტროლებელი მექანიზმი იქნება დოის მაკონტროლებელი მექანიზმი დედაცვად ხო და დოის გაკონტროლებული ხელახლა გასაკონტროლებელი და მაგაზე არის პრიმიტივიზმია დოი მაციცის რომ არ უნდა გააკონტროლოს ბიჭო პრიმიტივიზმი აბა სხვანაირად უყურე ეგეთ იდიოტობას ვერ გეტყვის ვერავინ თუ მართლა არ გონია რომ ეგრე შეიძლება რა რომ გაკეთდეს და ჯერ რა ვიდაცაც რომ ეგრე შეიძლება რომ მე ვაკონტროლო მაკუდინებელი ვიდეო აკუბარდიეს და გელბახიანის დიალოგი უც ეგენი კიდე არია ვენეცელი რავალჯერ თქვი რომ კავკასი არიფიცება სიტყვა რევოლუცია არ ნიშნავს ერთზე ჯერა დაქცს რომ აი ეს ჩაიხა და ის უნდა მომწიფდეს ის უნდა მომზადდეს ამიგე და წინ უძღვის კიდე ხო განვიხილეთ ფაზები შენთან არა პუნქტი ელვარება აჯანყება ხო ეს ყველაფერი ძალიან მაგარი ფაზებია უყურე ჯერ როგორ თქვა ჯერ პუნქტია და მე მღელვარება ან ესეც კი არ თქვა დებილია მღელვარება პუნქტი ეგრე კი არა პუნქტი მღელვარება აჯანყება მე მგონი აი ესენი გადაგვარჩენენ ჩვენ ესენი არიან ჭეშმარიტი ლიდერები კაიზერსოზე ხო გაქვს ეს აბიჩნი პადაზრევაები უცებ რო აღმოჩნდეს რომ ეს შტერი მოხუცი კაცი ეს დათო აკუბარდია მე უცებ რაღაცა გადაიქცეს ძალიან მაგარი მოიხსნას სტუდია წამოვიდეს და CNN-ის სტუდია გახდეს სერიოზული და უცებ რომ მიხვდეთ რომ ყველაფერი მაგის ნაჭრია ყველაფერი მაკედონია ვაფშე ყველაფერი თელი ეს ამბები აკუბარდია და ელბახიანი აკუბარდია ჰა ეგენი თემავენ საინტერესო ის ფერვერკებსაც ეგენი ქარხანა ფერვერკი ვაფშე და ვაფშე ვაკუცაც აკეთებს ამერიკაშიც ეგენი არიან ამერიკაში ბანკირები და ტრამპი და ილონ მასკი ესენია ბლეკროკიც ეგა ბლეკროკი ვარი აკუბარდია უბრალოდ ეს ცხოვრობს არ უნდა არაფერი როგორც იტალიის ყველაზე მაგარი მაფიოზი ხო ცხოვრობდა სადღაც სოფელში თხევსველი რა აი ეგ სპორტი არის და ვაფშე არც არაფერი არა, კარა, მართლა არ იქნება მაგას ის smartphone არ იქნება, ანუ ხვდები რატო არა აქტური. ცოტა ტექნიკა რატო აქვს, იცი, ლამპებზე რატო აქვს ტექნიკა, იცი რომ
სადაც ის არის, რა ქვია, ცოტა რთული იქ შეძულება ვიღოს. მაგას ლამპებზე 80-იანი წლების. მიდი და შეუძვერ ლამპების სპეციალისტი პოცემდა. ეგ სხვადასხვა ვიჟოკი შეუძვრები. დასამუშავებელია. ბაბუკა ხაზარაძე წავიდა. ეს ამერიკაშია ხა. აუცილებლობა ერთიანობის, აუცილებლობა იმისა, რომ ყველა ძალები უნდა იქნას მობილიზებული იმისათვის, რომ გაუშვათ რუსული ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის თამადობით, მმართველობიდან ამ საკითხზე პრაქტიკულად არ არსებობს სხვა აზრი. ყველა ძალიან შეშფოთებულია იმ პროცესებით, რაც ხდება საქართველოში, კერძოდ იმ ჩვენი ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების დაკავებული პატიმრების. არა, მე მეგონა რომ ამერიკაში რომ ჩავიდა, შეხვდა ვიღაცა ვილსონს მაინც. ვილსონს ხო გადაუხდიდა ჯონსონის მდივანს. ბიჭო, ვილსონის რო პენისი დააჭერინო ხელში. რა ეგირება? ანუ ეგ პრაის ლისტი არ ვიცი, ექნება ალბათ თავის საიტზე წარმოდგენილი. არა მგონია. რატო? ტრამპთან სამარცხინო სურათი ნახე, რო გადაიღება და ის რო ქონდა, რა ქვია. პრინტი რო ქონდა. პრინტი რო ქონდა ტრამპთან. მაგაც ახლა რა პრობლემაა? რო უთხარ რომ დააჯიგრულად, просто მინდა ფოტო გადავიღო დაბადების დღეზე. ესე თუ ესე. არა, ეგ მითხარი, ესე თუ არ გინდა ჟესტები. არა, ნახე მე რა გკითხე, ესე ხო უჭირავს და ქვემოთ მიმართული თუ ზემოთ მიმართული ტრაექტორია გააჩერე, ფასები იწევს. ფასები იწევს. რო დააჭერე. და გააჩერეთ არ რას აჭერეთ. ფოტო გადააღებ. და რას აჭერინე. ჩემი დედავატირე რაღაცა ფასი არსებობს 100.000 არა, 100.000-ად ფოთის პოლიცმეისტერი გაიხდისო როგორც ამბობ. გადასახდელია. შენ რო გინდოდა კუბაზე, სახში დაგერწყლია. ჯო ვილსონიც იგივე კალიბრია, შენ რა გონია? ბიჭო, ჯო ვილსონი თუ არ ვიკაიფებ რა ჯერ. რატო? ქართული არის ეს მართალი. გუბაზე ვიკაიფებს ადგეგძელო რაღაცა ის. მაგარი კაცი. ჯო ვილსონი ცირ არის, აი მოხუცები რო არიან, ერთმა ყველამ კარგად დააბეროს და ცოტა შეშლილი მოხუცები და ტვინს რო ბურღავენ რა. ჩემთან ვიღაცებს მოდიან ხოლმე საქართველოს გადარჩენის გეგმები მოაქვს და ნუ არ ბურღავენ ტვინს, კარგად ექცევენ რას, მაგრამ ნუ საქართველოს გადარჩენა. ეგრე მივიდა ტრამპთან. აი მე სართულიანი ფერმები და რაღაცა ფერმა. ქართული სოციალიზმური ბუნება რაც არის, ის კარგად შეიგრძნო ჯო ვილსონმა, იმიტომ რომ გადახვიდა მაგის სოციალებზე. ყველაზე დიდი მოწონება აქვს ტვიტებზე და პოსტებზე, Facebook პოსტებზე, სადაც საქართველოზე ლაპარაკობს რა. იმიტომ რომ შერბიან ეს ლიბერალები და ულაიქებენ, აშიარებენ, რომ აგერ ჯო მახალი ეს დაწერა ჩვენზე და დავაი ყველა გულები დაუწეროთ. და ბიჭო, კაცმა პირველად ნახა, რომ ვიღაცა მაგის ნათქვამს იწონებს რა. ათასეულობით ლაიქი აქვს, ჰა? უპასუხად შეიძლება. ანუ სვეტში მე მგონი უკვე თვითაღგზნების საფუძველი არის. ხები რატო არ არის ისე მართალია. შეიძლება რიჩ ზრდის. კიდე დაიქირავები. და ეგრე არის ხო კინზინგერი. კინზინგერი ხო გაჩნდა. კინზინგერი გაჩნდა ეგრე რიბოღმა და არა კინზინგერი. კინზინგერი არ არის. კინზინგერი ტოტაცე თავისი პარტიიდან რა არის. თავისი ამომრჩეველმა რომ იწერა. დედამ მამამ დაწყევდა. ხო და თავის ამომრჩეველმა რომ იწერა წყლის მილებს მიხედეოდა იმაზე კანალიზაციას რა საქართველოს. ხო და ეგ არის ჯონ ვილსონის ტვიტერზე რო გადახედო ანუ არა ქართველის კომენტარი, რაც არის სულ აძღავი. ხო არა, მე არ გადამიღე. რა საქართველოსთან შე რა გინდა ამ ბავშვი რა? ყველა ვაფშე. და ტიპს აქვს პროსტა რომ რაღაც ბოლოს იმაზე საქართველოს პირველად რო დაწერა Facebook პროფილის ფოტო აუყვანეს რაღაც ბევრი ლაიქზე რა. მაგას ჯო ვილსონს Facebook-ის პროფილის ფოტოზე შეესიუნა და ბევრი ლაიქი დაუწერეს. ჩვენ დებილი ლიბერალები ხო? კი და ნუ კაც გაგიჟდა რა ვიღაცას ვევასებიო ამას რო ვაკეთებო და ეგა. ნინო ჟილაშვილი ყოველთვის მაოცებდა იმდენს. გავსი მკვდარი მედია პერსონა, აი ძილისპირული იყო მაგის გადაცემები ყველას ეძინებოდა. დაჟე იმ დროსაც კი, როდესაც ყველას ეძინებოდა. ოპოზიციურ მედიას წარმოადგენდა მიშას დროს. ეძინებოდა ყველას. ხო და აი ხა ნახეს რა მაგრა ამბობს. მე მგონი აზვერინი დალია. ეს არის ბოლო ჯამის მოსამართლეების კატეგორია, რომლებიც არიან კლანის ეგრეთ წოდებული ჩმორები. ბოდიში აი ამ სიტყვებისთვის მათი ვირთხები, რომლებიც დატოვებენ ამ პოზიციებს, გამობძანდებიან ამ შენობიდან ძალიან მარტო. ბიჭო, რა თქვი რა აზვერინი არის. კატალიაპოლტე მუთმირმი გაქვს? ხო. ხი? კატალიაპოლტე რო კეთილია და ყველა რო უტრაკებს და რო არ შეუძლია. რიბята დავაჭი ზის ძროთან და დაალევინებენ ტაბლეტი აზვერინი როგორ არ მახსოვს და გახდა აზვერინი არიცი რუსული უნდა ისწავლო ზვერი როგორ არ ბიჭო ნუ მეუნები ეთერში არიციო მე რო რუსული ვიცი ეგეთი უნდა ნუ მოვიდა დრო აღარ მალავთ არა ხო და მე ჩილიამისკ დავაი ვიცი მაიცოდ ბაცადე ერთი თვე ჩილიამისკ ხო და ჩილიამისკ თავი დავანებოდა ეს ჟიჟი
ესეთ სიტყვებს არ იძახდა, აკადემიური იყო და რაღაცა მართლა აზვერინი არის. ამ ზიაზე რატო გადაეკიდათ? რაღაცა იქ თავის თემა არის, ხო? სექტაში კიდე ქვესექტებიც არსებობს რა. აი მზია ვიცოდით ვაფშე ვინ იყო? არა. ეხა გახდა ცნობილი. ბაჩო, ვიცოდით ეგ მზია ვაფშე? რატო უნდა გწოდოდა მე? არა, შეიძლება ცნობადი ტიპი იყო. ბათუმელები, სამხალხო აქტივისტი. ბათუმელები იქიდან ვიცი, იმაზე. არა, ბათუმელები მაგის ტრაგედიაზე რას? ბათუმელებია მაგისი? კი. მაშინ სიმდაბლეების და ამორალების. არა, ვიცი წინაზე, მოკლედ, კანონზე რო სპიჩით გამოვიდა, ეგ არის. ეგ ხალი არ არის. არა? კანონზე სპიჩით გამოვიდა, რა კანონზე გამოვიდა? ბათუმელების წარმომადგენელი გამოვიდა კანონზე სპიჩით წინა. ეგ არის. ეხლა შესაძლოა. ხო და არა, ხო მეც გამახსენდა და მაგიტო ვიკითხე. გასაგები. მოდი ეხლა რო გავაგაუშვათ და რო გამოვა. გაუშვით. ლოიალურად არის ივანიშვილის პარტიის მიმართ განწყობილი. მათ მინდა უთხრა, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს თქვენ არ გეხებათ, რაც ქვეყანაში ხდება, ძალიან ცდებით, ძალიან მალე თქვენს კარტანაც მოაკაკუნებს ნიღბიანი, რომელიც კონკრეტულ ინსტრუქციას მოგცემთ, როგორ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში. თქვენ არ მოგეწონებათ ეს, მაგრამ ძალიან გვიანი იქნება, იმიტომ რომ ხმის სამომღები ამ ქვეყანაში არავინ იქნება, იმიტომ რომ არ იასებებს კრიტიკა. გოგონი გაჩუმდი. ჩემთან მოვიდა გოგონი ხო შეიძლება დაუძახო გოგონი გაჩუმდი ნიღბიანი მოვიდა მე ვიცი თქვენ ახარ ნიღბიანები ხარ ხო ვიღაცა ნიღბიანი თუ დაგიკაკულებთ ლიბერდებილებო და ინსტრუქციას მოგცემთ როგორ იცხოვროთ ეს არის მაჩო და გული ეოიაროთ ოღონდ ეგრე Squid Game-ის არა დაგლათ ხმარო იგივე ყველა რო გცნობდა აი ინსტრუქცია თუ შეიძლება როგორ უნდა იცხოვრო როგორ უნდა იცხოვრო 6 საათი ძილი. არა, როგორ ცხოვრებაში რა იგული როგორ 6 საათი ძილი, ორჯერ ყვება, ვარჯიში, რეჟიმი. ხო, რეჟიმი. ან ჩვენ ვაწვევით ჩამჩაკი პერსონაჟი. ტელევიზორზე ჩართული მარტო პოსტივი. ხო. მუსიკას თუ უსმენ რაღაც ხო, მარტო ინდი პოპს უსმენ. არა, რა ინდი პოპი? ინდი პოპი მე ინდი პოპი მინდა ძმაო. შენ დაურიგე შენი. შენი სამომჭებელი. მასტერის სიმღერები, всё, წერტილი. ბოდარიერა. ვახოსანაია. ამნაშავეები არიან გარეთ, პატიოსანი ადამიანები არიან ციხეში. ეს არის დიქტატურის დამახასიათებელი ფაქტორები, როგორც დიქტატურა მოქმედებს. ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ დიქტატურისა და დემოკრატიის ბრძოლას. ამ ბრძოლაში დემოკრატია, ანუ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად. დიქტატურა მე რამდენჯერ დამყარდა? არა, ეხა ტირანია არის. არა, დიქტატურა არისო. ეხა სადაცაა საბოლოოდ გაფორმდება. დიქტატურაში სადაც აი თქვენ ვერ დიქტატურის არ არის ბრძოლა, აღარ არის, იცი? ხო და ეხა არისო ბრძოლა. აღარ არის დიქტატურა. არ დიქტატურას როგორ ვებდი? დიქტატურა არის იმის დიქტატურა, რომ ბრძოლა აღარ მიმდინარეობს. პროსტა ჩვენ გვინდა დიდხნიანი დიქტატურა. 40 მედია, 40 კი არა, 25 მედია გაიფიცა ოპოზიციური. და კიდე მე მეძახიან ლუკაშენკოს მაგიზე და 45 მედია მუშაობს. და საზმაუზე საპროტესტო განცხადებები წამყვანი იმაზე საინფორმაციოზე. ორი გვარი რო აქვს. რუსული და ქართული. და დიქტატურა. ეგეთი ერთი კარი რეჟისორი იყო, ცოცხალია თუ არა. ლევაშოვ თუმანიშვილი, მაგარი რეჟისორი 1000 ზამთრის ბაღებს გაქვს ნახე. არა სულშურს. ტელეფილმი. აი ეგ მევასებოდა მარტო. ეგ ორგვარიანი ტიპები არ მევასება ზოგადად. რა თქვა ივანოვ კი არა პაპოვი რაღაცა ოლეგ პოპოვი არა ეგეთ გვარი აქვს საზმაუზე იყოს რა პრობლემაა არა ხო ბიჭო დიქტატურა რა დაირადაა ბიჭო მე რა მინდა იცი ჩვენ რა თქმა უნდა შეუბერავთ ხვალატაზე გასდა პროსტა ვიღაცებმა მომწერეთ ან მოგწერეთ რა გინდა ჩვილებო რა ჩარიჩოთ ანუ არც ერთი პოლიტიკოს თქვენ არ მოგწოთ ეხა ხო იცი არავინ აღარ ევასებათ აღარ იძახია რომ ამის მომხრე ვარ იმის მომხრე ვარ დაჯე მაგასაც პოლიტიკა თქვენ არ გინდათ პარტიები თქვენ არ ნანუკა ჟორჟოლიანი ხო ევასებათ ნანუკა ჟორჟოლიანი ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდიდან მაყუთს ხო იღებენ ამ აქციებისთვის არა გაუთავდა დაწერა ხო ეხლა გაუთავდა და უნდა მაყუთს გათავდაო იოხ უყურე ნანუკა ჟორჟოლიანი არის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ აქციებს რომელსაც ამბობენ რომ ორგანიზატორობა არ არის და არავინ არ აორგანიზებს თვითორგანიზება ხდება აშკარად ნანუკა ჟორჟოლიანი თავის ანგარიშზე აგროვებს იმ ფულს აგროვებს და
შემდეგ გაორგანიზებს ამ აქციას, იმიტომ რომ სუიქარი და ხო და რა გინდა, აი ეხა გამოვიდა ვიდეო, ძალიან მაგარი ვიდეოა, გახარიას ვიდეო, გავუშვით, ძალიან მაგარი ვიდეოა და ნახე რა თაღლითია ტიპი. მართლობის დროს პოლიციელისთვის ფიზიკური დაპირისპირება როგორ დაიჯეროდა? ოცნების მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების ყველაზე გონივრული და სწორი ნაბიჯი იქნებოდა დაპირისპირების გაძლიერება და რადიკალიზაციის გაძლიერება კი არა და ცეცხლზე ნავთის დასხმა კი არა. უბრალოდ ადამიანებს შორის ხიდების მოძებნა. ხიდების მოძებნა იქნებოდა დღეს ქალბატონ მზიას გათავისუფლება. და არავინ არ ამბობს თუ ერთი წუთი გავიგერო კადრები. კადრების წინაც რაღაც არსებობდა. ხო? და თუ აი ეს პოლიციელი არ მინდა ეხლა მას სახელი ვთქვა რა. თulis რომ ეს მასზე თავდასხმა იყო, ხო, მაშინ უნდა გამოვიდეს და თვითონაც ინალაპარაკოს სასამართლოს კი არ უნდა მოეფაროს. უნდა გამოვიდეს და თქვას რომ ის თulis რომ მასზე მოხდა თავდასხმა, რომ მას ატყინეს, რომ მას დაემუქრნენ. ასე შემდეგ და ეს უნდა გააკეთოს და მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება. მაშინ აქეთ მხარეს ჩვენ დაუდგებით ჟურნალისტს და ვიტყვით რომ ეს დანაშაული არის, მაგრამ ეს დანაშაული არ არის ის, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების საქმეს. ამიტომ ამასია საუბარი. აი ეს არ მოეწონებათ რა. კარგით, მოკლედ ბიჭებო და გოგოებო, ხვალამდე კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად ვერ ხვდები რომ რა გინდათ, რას ჩალიჩობთ, მაგრამ ალბათ მაგრამ კაია რა. ტენზორული აღრიცხვა გავიგე. ბიჭო, კაია რა. კაია რა, ერთო. მე მგონი პროსტა პონტია რა და პონტის თემა არის რა. სანამ არის იყოს. ხო, მალე ხო, ანუ პონტში არიან, ხო? და სოფლიოში რა ხდება, ეს ვაფშე ფეხებზე კიდია, ხო? აბა რა. ვაიმე დედა. ისე სოფლიოში რა ხდება, მაგას როგორ იგებენ და? იგებენ? მაგად ინგლისური ხო იციან? კი. როგორ იგებენ და თუ იგებენ? CNN-დან მაინც ხო იგებენ? CNN-ს ვინ უყურებს? CNN-ს რა უნდა იყუყურო ინფორმაციის? არა, თავიანთ პრესას კითხულობენ. რომელია თავიანთ პრესა? CNN-ი. CNN-ში ამბობს, ტრამპი რას ამბობს CNN-ი აშუქებს? პრინციპში ყველაფერი რა, CNN-ი, BBC, Guardian-ი, ხო და აბა ნახონ მაგრამ მე მგონი ვერ ხვდებიან. იცი რა, ტრამპს რომ ვერ უბედავენ ეს ჩმორები ვერაფერს. ნიშნავს რომ მაგარი დანძრეული აქვს რა სინამდვილეში. კონდეთ დანძრეული მეგობრებო ჩვენ ვიყავთ კარგად. რომელია ტრამპი მოყავთ, ესე იგი უმაღლეს ავტორიტეტად, ლეგიტიმაციის წყაროდ, როდესაც წინა მმართველობის პერიოდში როცა ტრამპი ამთავრებდა კი არა დაამთავრა მმართველობა და კაპიტოლიუმში შევარდა ის რა ვქო ვიგინგების ფორმაში და ამბოხებულები რომ შევარდნენ მან სამი კაცი რომ მოკლა პოლიცია ხო ეგ არ დაგვაუწყდეს და ვიღაცას რამდენი მიუსაჯეს მაგაზე რამდენი არა ასეულობით წელი შევარდნაზე და შენ გასულ რამდენიმე პაჟიზნენი მიწეს ხო აი მე ეგრე მახსოვს რა ხო და მაგ დროს მაგ პროცესებზე სააკაშვილი ჯერ კიდე უკრაინაში იყო ვიდეო ჩართვა ჰქონდა ტელეხიდი გვარამიასა და სააკაშვილს და ლაპარაკობდნენ რომ მოდი პირდაპირ თქვა თუ ეხა აღარ უნდა ამას ისინიო ტრამპი ხო აფინანსებს ბიზნესს არა ბიზნესს ხო აფინანსებსო და ტრამპი ასევე არის რუსული პროექტიო პირდაპირ უნდა ვთქვა თუ ესო გვარამიას და სააკაშვილი ჩერეს საფრანგეთი ტრალია ასევე გვარამიამ ისიც თქვა რომ ნუ ბიტკოინები ამერიკის სირცხვილი იყო ესო ყავდა კლოუნი პრეზიდენტიო რომელსაც სოციალური ქსელიც კი დაუბლოკესო ეს არის ყო ამერიკა რომელიც ნიკა გვარამიას უყვარს ხო და ეხლა დუბაი დუდუქში და ეხლა ტრამპზე არის სრული ფეტიში გამოცხადებული რომ აი ხო მაგრამ ვიღაცა ხო გადაუთარმოს და მიუტარს ხო დაჟე ვიცი სახელი და გვარი ხო და საუნ ზურაბიშვილიც ხო თulis რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის სამეფოში კი რა თქმა უნდა და ჩინეთი რო ის არის ჩინეთთან რო ის რო არის დასაჭერია რუსეთის ჩარევის შედეგად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რატო უხარია რომ მიდის ჯო ვილსონის მიწვევი აჩო არაჩე იყო მე მგონი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ვიდეო ნახე სადაც ძახის რომ რუსეთის ჩარევით მოხდა არჩევნები და მეორე ვიდეოა რომ ეკითხება ისა ჟურნალისტი რომ ეგრე თქვითო და არა არ მithქვიაო ეგეთი რამე გაგიგიათ ვაფშე კაროჩი კარგად მზადდებოდეთ ხვალამდე რა აბა კარგად